მიკის სუიციდი არის შავ-თეთრი ანიმაცია, რომელიც დისნეის არქივებშია დამალული. ანიმაციაში ნაჩვენებია მიკი მაუსი, სევდიანი გამომეტყველებით, რომელიც ქუჩაში გადაადგილდება. ფონზე საშიში, შემაძრწუნებელი პიანინოს მელოდია უკრავს. გარკვეული წუთების შემდეგ მიკის სახე გარდაიქმნება შემზარავ, მანიაკალურ გამომეტყველებად. თვალები და პირი უჩვეულოდ უფართოვდება. მისი მოძრაობა იცვლება, ნაბიჯები სწრაფდება. უკან ფონი იწყებს ირაციონალურ დამახინჯებას და უფრო ქაოტური ხდება. ბოლოს კადრი მოულოდნელად იცვლება და ჩნდება დიდი, მომღიმარი მიკის ლოგო, რომელიც ყველასთვის ნაცნობია. ვიდეო YouTube-ზე 2009 წლის 25 ნოემბერს აიტვირთა. მას ახლდა ტექსტიც, რომელიც ისტორიას ხვებოდა ამ ანიმაციის შესახებ. აღწერაში მოყვანილი იყო სხვადასხვა ინფორმაცია და დეტალები. პოსტი იწყებოდა შეკითხვით: გახსოვთ ვინმე 1930-იანი წლების მიკი მაუსის ანიმაცია? არის თეორია, რომ ვიდეოს ნამდვილი პირი უსაფრთხოების განყოფილებამ დისნეის წაართვა და ფაილი მთლიანად გაანადგურა, მაგრამ ერთი ასლი მაინც დარჩა. ზოგი კი ამბობს, რომ 2000-იან წლებში ერთმა ანონიმმა იპოვა VHS კასეტა და ინტერნეტში ატვირთა ის, რასაც ახლა ჩვენს სუიციდალურ თაგვს ვეძახით. სხვები კი ამტკიცებენ, რომ ნამდვილი ვერსია ბევრად უფრო შემზარავია. ის, რაც ინტერნეტშია გავრცელებული, მხოლოდ გადაკეთებული ასლია. არის ასევე ერთი უცნაური დეტალიც. ბოლოს, როცა მიკის სახე დამახინჯებულია და შენობები იშლება, წამიერად ჩნდება წარწერა შავ ფონზე. ის ჩანს მხოლოდ ერთ კადრზე და თვალით ძნელად იკითხება. ის იკითხება როგორც არ უყურო. ამბობდნენ კიდევ იმასაც, რომ ვინც ეს ანიმაცია პირველად ატვირთა, მისი არხი მალევე გაქრა. ოფიციალური ახსნა არავის მიუწია. როდესაც სტუდიაში დისნეის თანამშრომლებმა ეს კადრები ნახეს, ისეთი შემზარავი იყო, რომ ზოგიერთ სიმღამეს კოშმარები ტანჯავდა. ოფიციალურად ეს ეპიზოდი არ გამოქვეყნებულა და დღესაც დაკარგულად ითვლება, მაგრამ ინტერნეტში ეს კადრები დღემდე ცოცხლობს.